მეორე დღეს გაგვასამართლეს და გადმოგვიყვანეს გლდანის ციხეში. მეც და ჩემი ბიძაშვილიც ლექსო მეგუთიშვილი. გლდანის ციხეში რო გადმოგვიყვანეს თან პატიმარს მოსდევს ხოლმე განჩინება როგორც მე ვიცი რომ რაზია დაკავებული თუ რაღაცა და ის პოლიციელები ხო ჩამომყვნენ სამი პოლიციელი იყო ჩამომყვნენ იქ ჩამომყვნენ რა ჩააბარეს ჩემი თავი იქ იმ ჩემ ბიძაშვილს კითხეს რომ ეს რა დაზიანებებიო და წავი კეციო ბაბა სხვა რა უნდა ეთქვა რა აზრი კონდა ითქმას ხო და ეს ვისაც ჩააბარეს ჩვენს დოკუმენტაცია და პატიმრები მიიყვანეს ამ ბიჭებმა უთხრეს თელავის პოლიციელებმა რომ მან რაც წერია ეგ მაგრი არ არისო და პროსტა გაითვალისწინეთ რომ არ არიან ის ხალხიო რაც მან დაწერია ჩვენები არიან ეგენი ცო ესეთი რაღაცა უთხრეს მადლობის მეტი რა მეთქმის დღესაც პოლიციაში მუშაობს ის ბიჭი და მადლობის მეტი რა მეთქმის კიო მიუხედავად პრობლემა არ არისო მე შემიყვანეს პირველ კამერაში კარანტინში ჩემი ბიძაშვილი შეიყვანეს მესამე კამერაში კარები რო გაიღო ვიღაც ბიჭი იჯდა ჩაცუცქული კარების ღრიჩოსთან ეტყო ჰაერსას უნთქავდა და რო კარები გაიღო ეს წამოდგა ფეხზე და რო შევხედე მითხრა 35 ხარო მე ვერ მივხვდი ეს რას ანიშნავდა იმიტომ რომ მის დღეებში ციხესთან იქ საქმე არ მქონია და 35 ნიშნავდა იმას რომ 35 კაცი იყო კამერაში 18 კვადრატულში მე 16 დღე არც დაუჯდარო არ არც დავწოლილო არ აი რაღაცა იყო აი ჯოჯოხეთი იყო გლდანის ციხე 2010 წელში შეიძლება ითქვას ჯოჯოხეთზე უარესი დახურული ტუალეტია იცით აი ჩამრეცხი ბაჩოკი არ ამუშაობს და იქ იყო აი ესეთი რაშიც საჭმელსაც დებდნენ ლარიანი მართლაფები თუ ჯამები ლურჯი პლასტმას იმით უნდა შესულიყავი წყალი ჩაგესხა გარედან შიგეტან წყალი და ჩაგესხა და წარმოიდგინეთ 35 კაცი ზოგან 40 კაცი იყო ზოგან იმაზე მეტი იქ სულ 7 კამერა არის კარანტინში მაგრამ 3 იყო მარტო ის 4 სულ თავისუფალი იყო 3 იყო დატვირთული სპეციალურად ყოფილიყავით იგეთ სიტუაციებში თქვენ საიდან იცით რომ ის 4 თავისუფალი იყო თვითონ იმათი ნათქვამია იქ კარანტინის ერთ-ერთმა ბიჭმა თქვა რომ იმ ოფიცერმა უთხრა 4 თავისუფალი იყო იმიტომ რომ ის პიროვნება 1-2 საათი იქ აყავდათ შეყვანილი რომ ვიღაცას ელოდებოდნენ ვინც ეს კამერაში შემოიტანა ეს ამბავი და თქვენ შეგიძლიათ მოიკითხოთ და ნახავთ რომ იქ კარანტინში არის 7 კამერა კარანტინის თორე ფუქსები და კარცერი ცალკეა 16 დღის მერე ხელს რო ვერ დაიბან პირს რო ვერ დაიბან შეიძლებოდა პურის ყუა ესე მოგეტეხაი რგვალი პურები შემოდიოდა ხოლმე გამომწვარი სხვას არაფერს არ გაწვიდნენ საყოველთაოდ არა რაღაცები შემოდიოდა მაგრამ არავინ არაფერს არ აჭამდა იგეთი ანტისანიტარია იყო რომელ კბილის ჩოთგზე ალაპარაკი რომელ დაბანაზე ალაპარაკი ეს ხო გამორიცხულია 16 დღე იქნებოდა გასული მე როგორც ვითვლიდი მარიამობა დღეს იქ შევხვდი ციხეში აგვისტოს 28-ს ამიყვანეს მაშინ ადვოკატების ადმინისტრაციულ შენობაზე ამიყვანეს მაღლა და შემოსული იყო გამომძიებელი ვინმე ესეთი ბერძენაშვილი და ერთი ადვოკატი იყო და რაღაცაზე მომაწერიეს ხელი ან იქ წაკითხვის თავი ვისა ქონდა ანისანის და იქ შემთხვევით შეხვდა ჩემი ნაცნობი ხო და რომ ნახა გაუკვირდა რა და მე ვთხარი ან ლაპარაკის უფლებას ვინ მოგცემდა და უთხარ რომ შენ თუ რამე შეგიძლია ის 6 თვე იქიჯდა და იქნებ მაღლა კარანტინზე ამომწიონ გაუსაძლისია ფიზიკურად აღარ შემელია მეთქი რა ვიკეცები ფეხებში და კარგი აბა მოვიკითხავ იქნებ ვინმე უკვე ვიღაც ნაცნობობა ქონდა იმას იქ მართლაც 2 დღის მერე ჩვეულებრივ კარანტინის დაშლაზე გამიყვანეს და ამომიყვანეს კარანტინის დაშლა იყო რომ როცა მიდიოდა პატიმრების აი უკვე იმდენი ხალხი იყო გლდანის ციხეში რომ თუ იქიდან ვინმეს არ გადაიყვანდნენ ზონაზე ადგილი თუ არ გათავისუფლდებოდა მაღლა აქედან არავინ არ აყავდათ და კარანტინის დაშლა იყო ხან 10 კაცი აი მთლიან ციხეზე რომ გამოჩნდებოდა 10 ადგილი ან 15 ადგილი 15 კაცი გაყავდათ მე ყველა კარანტინის დაშლაზე გავყავდი ცემდნენ და ისე უკან შემოვყავდი მე არ ავყავდი 16 დღე თუ 17 დღე კარანტინში ვიყავი ეს იმიტაცია იყო აყვანის და თქვა არა ისინი აყავდათ მე არ ავყავდი მე შემომხედავდი ეს მოიყვათ აქ ისე მეგუთლიშვილი ეგრე იყო ცნობილი რომ ეს უნდა დაბლაყოფილიყო ესე იგი გაგატარებდნენ იმ ცემის დერეფანს რასაც კარანტინის დაშლა ერქვა მაშინ ცემის დერეფანი ქვია ხო ამას ხო სწორად მესმის დაშლაში რასაც გულისხმობთ თქვენ ამ დროს გეგონათ გაწამებულ პატიმარს რომ ავიტან ამ დერეფანსაც ცემის ოღონდაც აქედან გავიდე და საკანში აღმოჩნდეს სხვაგან და ცემის დერეფნის ბოლოს მოგაბრუნებდნენ უკან რამდენჯერ გამეორდა ეს გამეორდა ალბათ 3 ჯერ
16 დღის განმავლობაში, როდესაც თქვენ არც კი დამჯდარ ხართ, არამც თუ დაგიძინიათ. არ გეძინათ 16 დღე ღამე. აბსოლუტურად. ერთადერთი შეიძლება და კედელზე ხელი მიმედო და ისე მიუყუდებულიყავი ხოლმე. იქ ვერ დაიძინებთ, იმიტომ რომ შუქი სულ ენთო ან სად უნდა დაგვეძინა. შუქი ენთო სულ. შუქი დღე და ღამე ენთო შუქი. საწოლებზე წვებოდნენ მორიგეობით და იქ საწოლი ერქვა რკინის ის იყო ესე დაწნული ესეთი ლისტები. კი, არავით აი არაფერი არ იყო საერთოდ იქ რა და ფეხზე დგომელები იყვნენ უმეტესობა. ზოგი საწოლქვეშ პატარები ვინც იყვნენ საწოლქვეშ აწვებოდნენ ხოლმე შპონკის ქვეშ ესე ეძახდნენ. მე არც საწოლზე დავწოლო არც ის ერთადერთი შეიძლება დაუმჯდარიყავი ან კედელს მიუყუდებულიყავი.